ბათუმში ძალიან ცხელა, ამიტომ მოგვინდა სიგრილეში გასეირნება. მოვედით 6 მაისის პარკში, რომელიცაც ეხლაც ბევრი პიონერთა პარკს უწოდებს. ნახეთ აქ რა კარგია ბავშვებისთვის, ნახეთ პატარები დასეირნობენ, აგერ სიმწვანე, ტბა, უამრავი ატრაქციონები, სათამაშო გინდა და კიდე რა არის საჭირო პარკში, გარდა ჭრდილისა და მწვანემდელოების გარდა. რა თქმა უნდა, პატარა კაფეები, რომელიც ასევე მრავლად არის, ნაყინი, სასმელები და ასე შემდეგ. მაგრამ თუ სასმელი დალია, მე სად მიდიხარ? მოდით აბა დავათვალიეროთ, რა არის ამ პარკში. ზოოკუთხე ატრაქციონი, ნავით გასეირნება, დელფინარიუმი, აკვარიუმი, საპირფარეშო. მართლაც ძალიან აუცილებელია საპირფარეშო, განსაკუთრებით თუ ბავშვთან ერთად ხარ და თუ გინდა უცებ და ბავშვმა მოითხოვა, რომ დედა ტუალეტში წამიყვანე. მოდით ერთად წავიდეთ ამ პარკის ცენტრალური ბათუმის პარკის საპირფარეშოში. ხეების უკან, როდესაც ჩვენ ჩაგვიგდეს ვიდეო, ჩვენ არ ჩამოსულართ ბათუმში და გადავწყვეტეთ, როგორც კი ჩამოვედით, რომ მოვსულიყავით და გადაგვემოწმებინა თუ რა ხდებოდა 6 მაისის პარკში, კონკრეტულად ტუალეტებში და რამდენად აქვთ მოსახლეობას და დამსვენებას საშუალება, რომ ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. და უი. მართლა უი. ნახეთ? ბოქლომი. ეს მანდილოსნების საპირფარეშოა და მეორე მხრიდან საერთოდ ამოქოლილი კარები. დაგვაინტერესა, გავესაუბრეთ დაცვას, გავესაუბრეთ პარკის თანამშრომლებს და გვითხრეს, რომ მეტი საპირფარეშო აქ არ არის და რა გახდა ერთი პატარა საპირფარეშოს მოპირკეთება და გაკეთება, აი ნახეთ როგორი ამოქოლილია და აქ ვერავინ ვერ შევა, იმიტომ რომ იყო ზე ანტისანიტარია და ამ ვიდეოს ვინც გამოგვიგზავნა, იმას მადლობა, გამოვიყენებთ და გაჩვენებთ და მერწმუნეთ, აუცილებელია, რომ პარკში იყოს ელემენტარულად სველი წერტილი და საპირფარეშო. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარწერა. ჩემი სურვილების ხე. არა მაქვს კალამი და არა მაქვს წვდომა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სურვილს მთელი ბათუმელების და ტურისტების სახელით ვიტყვი. ჩემი და ბათუმელების სურვილია 6 მაისის პარკში გაკეთდეს ისეთი ტუალეტი, სადაც ბავშვები და ზრდასრული ადამიანები ელემენტარულად შესვლას და სუნთქვას შეძლებენ.